მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. Adigენის სოფელ გომაროში შამანაძეების ოჯახი მეწყრის შედეგად დაზიანებული სახლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და გთავაზობთ სიუჟეტს. Adigენის სოფელ გომაროში მცხოვრებს 75 წლის ნორა შამანაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელად ამ გზის და მასზე გადებული ვიწრო ფიცრის გავლა უწევს. ფიცარი ამ ეტაპზე ხიდის მოვალეობას ასრულებს. ტერიტორია ასე მას შემდეგ გამოიყურება, რაც გასულ წელს ივლისში სოფელში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც დიდი ქვები, ხეები და სხვა ნარჩენები ჩამოიტანა და რამოდენიმე სახლი, საქონლის სადგომები და ავტომობილები დააზიანა. თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა. დაახლოებით 1 თვის წინ სოფელში მეწყრის შედეგად გაჩენილ კალაპოტში ძლიერი წყალი მოვიდა. შედეგად შამანაძეების სახლთან მოწყობილი მილხიდი სრულად წაიღო, ხოლო სახლი კიდევ უფრო დააზიანა. 75 წლის ქალი გვიყვება, რომ რამდენიმე კვირის წინ ფიცარზე ფეხი აუსწყლდა და წყალში ჩავარდა. სახლში შაგერ წყალი არა, ჩავდივარ ასე წევიქე ჯაკაღელეში თავიდავარ ხილდავარ თუ მოგიქიდა. როგორც უნდა დიდი წმა როცა მივიდა მოღამებული იყო. წამევიდა აქ საშიშრობა და ბაღნება თოხებით, ინგელი, თელი სოფელი დეგვესი და სახლში არ უშვებდნენ ასე, მაგრამ მაინც ჩამოვარდეს, ზედან ჩამოვარდა. მე მოვტრიალდნენ ღამით, იმან ტყვით ვერ ვიტყვით, ტრაქტორი დარიგეს, ამოიყვანეს და ამოწმინდეს ესე, მაგრამ არ გაჩნდა წყამა. მეშოკები ისინი ჩაყარეს, იმას წეიღებდნენ მეზობენ კიდე. ასე როგორ ვიცხოვრო. ნორა შამანაძე გვეუბნება, რომ მეწყერის გამო დაზიანებული სახლის და მოსალოდნელი საფრთხის გამო ოჯახი ღამეს სახლში აღარ ათენებს. სოფელში ღამე არ ვჭირდები, მეწყერიდან მეშინია. წავდივარ დასთან და მეზობელთან. ღამე ვათენებ თელი ღამეების, ისე ვათენებ. აქ საშიშრობა არის. ბაღნები წასული არიან დაქირავებში. სანარწევით დაბარაჯო. აქ რა ვაჭო. შამანაძე აdigენის მერიაშიც იმყოფებოდა, სახლთან მცირე მილხიდის მოწყობის თხოვნით. როგორც მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ჩვენი რედაქცია პროცესს დააკვირდება. ქუში ვიყავი მე. უთხარ მე მეშვიდე, რაღაცა გააკეთეთ. ოჯახი უთხარ მომკეთეთ. ადამიანი არა ვარ. მე ადამიანი არა ვარ. ასე თქოს თბილისი რასაც თავს იმას გავაკეთებთ. პლანეტები არის, უნდა გავახსენოთ იქ ტრაქტორი, ეს მან ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სახლის გამაგრებას, ოჯახის ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფას ან კომპენსაციას გოჩა ქიმაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღეს წერილი, რითაც მუნიციპალიტეტს ტერიტორიის ზოგადი შესწავლა დაევალა. შესწავლის შემდეგ კი შედეგები სამინისტროს გადაუგზავნეს და დეტალური კვლევის პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ კვლევა სახლის დაზიანებას დაადასტურებს, შამანაძეების ოჯახს მაქსიმუმ 30,000 ლარს გადაუხდიან. არის მეორე მუხლი, საიდანაც ფინანსდება კიდევ უკვე არა როგორც მეწყერული ზონის მიხედვით დაფინანსება არის ღვარცოფები. ამ მიმართულებით ჩვენ მოგვეცა რეკომენდაცია მათთვის, რომ შეგვესწავლა ჯანდაცვის სამინისტროდან დაგვევალა ამაზე, თორემ განსახლების სამინისტროდან დაგვევალა, შეგვესწავლა ეს ტერიტორია ამ ქალბატონის განცხადება და მოთხოვნები. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ, შევადგინეთ შესაბამისი დოკუმენტი, თავისი სურათით, აღწერილობით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მან და გადავაგზავნეთ სამინისტროში. სადაც ჩვენთვის რამდენადაც არის ცნობილი, უკვე განხილვის პროცესში არის, კომისია შედგა. ის შემდეგ ჩვენ დამატებით იქიდან აღარ მიგვიაცნობა.
რა მოხდა 2025 წლის ივლისში ადიგენის სოფლებში გომაროსა და შოყაში მეწყერი ჩამოწვა. შედეგად საცხოვრებელი სახლების საქონლის სადგომები, სასოფლო სავარგულები, ავტომანქანები დააზიანა. როგორც მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება გეოლოგების დაზღვნის საფუძველზე, მხოლოდ ერთი ოჯახი ექვემდებარებოდა განსახლებას და მათ 50,000 ლარიანი კომპენსაცია გადაუხადეს. ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს. 4 ოქტომბრის საქმეზე ახალციხელ გიორგი ტალახაძეს და ადიგნელ სპორტსმენ გიორგი კირვალიძეს დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ტალახაძის ადვოკატის ნათია ჩაჩანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება არ ნიშნავს იმას, რომ დაცვის მხარე უარს ამბობს თავის სამართლებრივ არგუმენტებზე. ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება სულ 13 ბრალდებულისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა შეთანხმებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც საპროცესო საბოლოოდ 12 პირს გაუფორმდა. ჩაჩანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ყველა მათგანს 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ ადიგენელმა სპორტსმენმა გიორგი კირვალიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა და დარბაზი დატოვა. გიორგი ტალახაძე დაკავებული იყო 4 ოქტომბრის საქმეზე, მას ედავებოდნენ 225 მუხლის მეორე ნაწილს ჯგუფურ ძალადობას პოლიციელის მიმართ. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ საპროცესო შეთანხმებას და ეს საპროცესო შეთანხმება განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული რისკები და ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ ჩვენს სამართლებრივ არგუმენტაციას, რაც აქამდე ჰქონდა დაცვის მხარეს. ჩვენ გვჯერა იმის, რომ საქმეში არსებული წინააღმდეგობები და ის დეტალები, რომელსაც ჩვენ ვასაბუთებდით, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აუცილებლად დავასაბუთებთ და სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში აუცილებლად დადგინდება სამართალი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.